ნახევრის ფაილი ჩააგდო. სკოლის იუბილე? კი. აუ, რა დაწერს ამდენს? კაი. აუ, გაჩერდით რა, მისპამა. აფეთქდა ჩატი. აუ, თქვენ ბოლოს დაიბლოკებით და იცოდე. კიდევ სამოიფიქრეთ. ხო, ცოტა რთულია. ჩარჩებით ის რო ვკითხოთ, უცებ ჩამოთვლიდავ. ოღონდ დიდი სიტყვები არ იყოს რა, სწავლა მეზარება. აუ, შენ რა არ გეზარება რა. კიდევ ერთ ხარგის წესია. იდეები ვკითხოთ და ჩვენიცაც გადავთვალოთ. დავალებისკრებას ხუბუქშია? კი, შეფასების სისტემას ახლა. ვინმე ჩააგდოთ რა. ფარს მე ვერ ვსვი და ვინმეს დაგესქრინათ მაინც. უი, აქ რა ხდება? ვაუ, იწოსაც გაუღვიძია. დავალებაც დაგვიწერია. ხო, ნახულობ ახლა. კი, მე გავაკეთე. აუ, ძალიან საინტერესო გამოვა. იუჰუ, მე გავედი და ჩააგდეთ რა გაკეთებული. ნახეთ, აი როგორ გააკეთე. სკოლის იუბილეს აღნიშნა შესანიშნავი მოვლენა, რომელიც ერთობლივი შრომისა და სიხარულის დღესასწაულად შეგვიძლია ვაქციოთ და დასკვნად ეს. ამ მოვლენას შეუძლია გააძლიეროს სკოლის სული და გაერთიანოს სასკოლო საზოგადოება. ნანას მე ჩავდე. დავიშალეთ. დავალების შინაარსი ზოგადი და შაბლონურია. კონკრეტული ასპექტების გარეშე. გთხოვთ დეტალები იხილეთ დანართის სახით. აუ, მას რა გვიქენით ეს? ძალიან ზოგადია დავალება. ხელოვნური ტექსტს დაწერე, ნერვ. როგორ მიხვდი? და რა უნდა დავიტო მაგის მიხვედრას? ეს ხომ არ არის თქვენი ნამუშევარი. ძალიან ზოგადია. ნუ არ ჩანს არც კრეატიული აზროვნება, არც სუბიექტური აქცენტები. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ნამდვილად არ საუბრობთ. შევთანხმდეთ, გამოვიყენოთ როგორც იდეებისა და ინფორმაციის გენერატორი. მაგრამ ნაშრომს თქვენი კვალი უნდა ეთყობოდეს. თქვენი სუბიექტური გავლენა. ისე ერთად ხომ არ ვცადოთ? მას დაგვეხმარები? ნუ რა თქმა უნდა დაგეხმარებით. მოდით ჩავშალოთ საკითხებით, ხო? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამორჩეს? მე გეგმას ჩამოვწევ. ძალიან კარგი. და როგორ დავიწყოთ? ეფექტური დასაწყისი გვინდა. კი, იქნებ სადაც დაუბრალოდ გვეცადა. ისტორია. ისტორიით დავიწყოთ. ნუ რატომაც არა? ეს ისტორიაც ხომ ამ ისტორიით დაიწყო. ერთი ძალიან კარგი რესურსი შემიძლია მოგაწოდოთ. ნახეთ, სკოლის 20 წლის იუბილე. თეკლა და ეთერ მასწავლებელი. სულ ერთი წამი დამაუდეთ, ეხლავე ჩაგიგდებთ ვიდეოს. ნახეთ. ნახეთ ჩვენი სკოლა. რა ლამაზია რა? თეკლა, ლამაზია, ძალიან ლამაზი. ეს პატარა გოგონა მეორე. გავიზარდე. და ახლა მე გიამბობთ ჩვენი სკოლის ისტორიას. ყველაფერი ანიდან იწყება და ჩვენც იმით დავიწყოთ ამბობის თხრობა. თუ როგორ გაჩნდა ფიქრი. ცივი, ჩაბნელება. ოსაბჭოთა ქალაქში იდეა დაიბადა. იდეა სინახის ხივსა. დაიწყო გზა, რთული და გაუვალავი. მიზანი სახელშივე გაცხადდა. ევრო უნდა ყოფილიყო თავისუფლებას დანატრებული ქვეყნის იმედის ნაბეწკარი. გზა ევროპისკენ, სწავლითა და ხალისით. ფიქრისა და ხორცშესხმას ორი ადამიანის სახელს უკავშირდება. მეგობრობა პარტნიორობამ გაამყო და ახალმა სკოლამ ნაბიჯების ათლა რამდენიმე საკლასო ოთახითა და 170 მოსწავლით დაიწყო. უფროსებს ალბათ ახსოვთ, როგორ ემატებოდა სარქოს სართული, როგორ იწვიდა იერს და მოვიდა ისეთი, როგორიც არის. მაღალი და აკადასებული. ამჟამად სულხასასწორები ფოტოთელზე წამოდი და წუთიერი დუმილით პატივი მიმაგო ბატონი როლან კომახიძის სოფლას. მადლობა. ამჟამად სკოლა ევრო 2000-ში 1200-ზე მეტი მოსწავლეს აქვს, რომელთა განათლებას 170-მდე პედაგოგი ემსახურება. ევრო 2000 დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთში მოქმედი სასკოლო განათლების ცენტრალურ უწყებასთან, გოეთეს ინსტიტუტთან,
პედაგოგიური გაცვლის სამსახურსა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან. 2009 წლიდან ევრო-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასკოლო განათლების ცენტრალური უწყების ერთ-ერთი პარტნიორი სკოლაა. 2012 წლიდან იგი უფლება მოსილია ჩაატაროს გერმანული ენის დიპლომის გამოცემა. ზემოთ ჩამოთვლილს ემატება ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორული ურთიერთობები იელის უნივერსიტეტსა და მასალის კოლეჯთან. მემორანდუმის თარგმანში უკვე 2 წელია წარმატებით ხორციელდება ერთობლივი პროექტი ისწავლეს საქართველოში. პროექტი ახალგაზრდობის ევროპული პარლამენტები და ურთიერთობების შედეგი დანიასა და ესპანეთთან. საერთაშორისო კავშირები, გაცვლითი პროგრამები, თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი ქმნის გარემოს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი და წარმატებული წევრი.